საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. კვლავ საქართველოში ოპოზიციურმა, ეგრეთ წოდებულმა სექტანტურმა, ლიბერალ, LGBT, ფაშისტურ, ტერორისტულმა გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა, ხედელობაშუქ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მთლიანობაში უკვე ლუსტრირებული არის და ნიღაბი ჩამოიხსნეს და უკვე აღარც სინდისი აქვს და აღარც ნამუსი აქვს და არაფერი აბსოლუტურად მათთვის ფასეულებები აღარ არსებობს, კვლავ დაიწყეს მომზადება იმისათვის, რომ ქვეყანაში დაძაბონ სიტუაცია. ქვეყანაში არიონ მდგომარეობა და თურმე ისინი ყოფილან ყველაფერი პოლიტიკური ძალებიც ამ ქვეყანაში, რეფორმატორებიც, ამ ქვეყნის ამშენებლებიც, ამ ქვეყნის გადამჩენებიც და ყველაფერი ისინი ყოფილან და ეხლა ბიჭო, არჩევნებში ხალხი ხმას არ აძლევს. და მაინც ეძახიან რომ მთავრობაში და მოვიდოთ. ბიჭო, ხალხი არ გირჩევთ. ხალხს არ უნდებხართ. ხალხს ეზიზღებით. დასანახავად მეც მეზიზღები და ყველას გვეზიზღებ. იმიტომ რომ სიბინძურის მეტი არაფერი გიკეთებიათ ამ ქვეყანაში და აი გაჭირებული ადამიანების ხარჯზე შეულობდით ფულებს და შეულობთ ეხლაც ფულებს. გაიგე და მთელი ეს თქვენი ბინძური გეგმები არის პირდაპირ მომართული ქვეყნის წინააღმდეგ და არჩევდებით, მაინც არჩევდებით და მაინც კიდევ გინდათ რომ რაღაცა უბედურებაში გააყოფიოთ ამ ქვეყანას თავი და კიდევ გინდათ რომ ამ ქვეყანამ კлау, ესე იგი დაიხიოს უკან და ვერ ნახოს ვერც პოლიტიკური მომავალი და ვერც ეკონომიკური მომავალი. დაანებეთ ამ ხალხს თავი, დაგვანებეთ თავი, დაასვენეთ ეს ქვეყანა, მოგცილდით კაცო, აღარ გვინდებხართ, ხო ხედავთ, შეგვზიზღიდით. და ფაქტიურად დავინახეთ უკვე თქვენს ვინახართ და რასი გამკეთებლები ხართ. ეხლა კიდევ ემზადებით იმისთვის რომ დაიწყოთ უკვე არეულობა 31-დან უკვე გაქვთ მაგის სამზადისი ეს თქვენი ესა თვითმარქვია პრეზიდენტი პენსიონერი სალომე ზურაბიშვილი ქუჩა მოწანწალე ფუფალა რომელიც ყავთ ლიდერად ქცეული უკვე ერთმანეთში ვეღარ თანხმდებით სალომე გინდათ თუ მიშა გინდათ და მოკლედ მთელი ესე იგი გაქვთ აი ესე გარჩევები და გამორჩევები და ფაქტიურად ხართ როგორც შიდა ესე იგი პოლიტიკური ვათხანალია გაქვთ თვითონ სამზარეულოში ისე გარეთ ხომ საერთოდ თავდაღირა გაქვთ ყველაფერი დაყენებული და ხომ ხედავთ რომ დაულაგებლები ხართ და ხომ ხედავთ რომ ფაქტიურად თქვენ დღეს ვერაბავთ თავს ვერაფერს და აბსოლუტურად თქვენი მიერ გაკეთებული საქმე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნახია. მხოლოდ ხართ ერთი რამოდენიმე 0.1%, რომლებსაც გჯერავთ, რომლებსაც მიგაჩნიათ და რომლებიც დღემდე ფიქრობთ იმას, რომ თითქოს თქვენ ხართ საქმის გამკეთებლები. არაფრის გამკეთებლები თქვენ არ ხართ, გაიგე? და ვერაფერს ვერ გააკეთებთ და არც გააკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ნომრიანი აგენტები, სადაც შევსილი არის კარტოტეკები და იმ კარტოტეკებზე ხელი გაქვთ მოწერილი და ზედმეტსახელებიცაა და ნომრებიც არის თქვენ იმ კარტოტეკებში და იმართებით თქვენი კურატორებიდან, იმართებით სწორედ იმ დასავლეთის აგენტური და რომელიც დასავლეთის დღემდე ცდილობს რომ ქვეყანაში არიოს მდგომარეობა. იმართებით სწორედ იმ პოლიტიკური ლიდერებიდან, რომელიც პოლიტიკური ლიდერების დღეს უკვე ღიად ჩანან, როგორ მტრულად არიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ღებულობთ მათგან როგორც ინსტრუქტაჟებს, ისე ფინანსურ საშუალებებს და ამით გინდათ ეს ქვეყანა დააქციოთ. ხომ დააქციეთ, ხომ გაღუპეთ, ხომ გაანადგურეთ. და ეხლა ძლივს რაღაც გარკვეული მიმართულება აიღო ამ ქვეყანამ და რაღაც გარკვეული მიმართულებით უნდა რომ ამ ქვეყანას განვითარება და უნდა ამ ქვეყანაში რომ კაცი კაცს გავდეს და ქალი ქალს გავდეს და თქვენ აღარ დაგამახინჯებიებთ ამ ქვეყანას და აღარ დაგამახინჯებიებთ ქართველი ბავშვების სულს, რომელი ქართველი ბავშვების სულის თქვენ დაამახინჯეთ და გააუბედურეთ და აგერ ქუჩაში გამოვიყარეთ ეს ჩვენი ანგელოზივით შვილები, რომლების შვილების დღეს აღარ გავან არც შვილებს და არც ადამიანებს და არიან მხოლოდ ფუტლიარები და სარიელი სულიერად სალიერი ბავშვები არიან, რომელსაც გადარჩენა ჭირდება, მათ კურნალობა ჭირდება. თქვენ ძალიან მალე ჩამოცილდებით ამას ყველაფერს და ძალიან მალე, ვინაიდან რადგან თქვენ არ ჩერდებით და რადგან თქვენ აბსოლუტურად ვერ გაიგეთ, რომ თქვენ ხართ მტრები ამ ქვეყანის და თქვენ არ თქვენ მიუღებელი ხართ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, თვითონ საზოგადოება გამოგიტანთ განარჩენს. ეხლა რაღაც არჩევნებში ზოგი თანხმდებით, ზოგი არ თანხმდებით. ახლა გინდათ რომ თქვენ ჭკუაზე აატრიალოთ ეს საარჩევნო კამპანიები და გინდათ რომ თქვენ ჭკუაზე მართოთ ეს ყველაფერი და ვინაიდან ახლა ხალხი ხმას არ გაძლევთ, გინდათ რომ ასე იძულებით და რაღაც გარკვეული მანიპულაციებით მოხვიდოთ ხელისუფლებაში. მიუღებელი ხართ ხალხისთვის, მიუღებელი ხართ სახელმწიფოსთვის, მიუღებელი ხართ საღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის, მიუღებელი ხართ იმ ადამიანებისთვის, რომელი ადამიანების დღეს
დღემდე ცდილობენ რომ ეს ქვეყანა გადაარჩინონ და დღემდე უყვართ ეს ქვეყანა, უყვართ ერი, უყვართ ბერი, უყვართ ეკლესია, ოჯახური სიწმინდეები და ისინი ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის რომ როგორმე განავითარონ ქვეყანაში პოლიტიკა, ეკონომიკა და გაუფრთხილდნენ ქვეყნის ისტორიას, ქვეყნის იმ წარსულს, რომელიც წარსულითაც ჩვენ მოვდივართ და შეინარჩუნონ ის გადმონაშთი, რომელიც გადმონაშთი ჩვენ მოგვიტანა დღემდე ჩვენთან წინაპრებმა სისხლით. გესმით რაშია საქმე და თქვენ ასე თარეშით და ასეთი რაღაც გარყვნილობით ამას არ დაგაგარგინებთ. ჩვენ დღეს გვექნება საუბარი აი მხოლოდ ეხლა ჩვენთან არის სტუმრად ბატონი ზაზა გვიმრაძე პოლიტპატიმარი, რომელიც ამ გაცვა გამოიარა ძალიან დიდი გზები გამოიარა და ამ ადამიანმა იცის რა არის ის რევოლუციები, რა არის ის გაჭირვება, რა არის ის რომ ვიტყვი შეურაცხყოფა ერის, ქვეყნის, ბერის, ოჯახის და ამ კაცს აქვს ისეთი გზები გავლილი, რომელიც გზების საფუძველს მართლაც დაინახა თქვენი ის უსინდისო და არაადამიანური საქციელი. და დღეს კიდევ ახლა ვცდილობთ იმას, რომ როგორმე შეეწინააღმდეგოთ ხელისუფლებას და ის კანონპროექტი, რომელიც კანონპროექტი მართლაც რომ დღეს ჰაერი ვიჭიდება ჩვენ ქვეყანას, ეს არის ნარკოტიკებთან ბრძოლის გამკაცრების საშუალება და თქვენ გამოდიხართ ამას ეწინააღმდეგებით. ბატონო ზაზა. მოკლედ, ხელისუფლებამ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რის საფუძველზეც დაიწყო ბრძოლა. იმ სიმახანჯეების წინააღმდეგ, იმ აგენტურის წინააღმდეგ, რომელმა აგენტურამაც, რომელმა ამ ბინძურმა იდეოლოგიამაც დღემდე მიიყვანა ჩვენი შვილებია ჩვენი ისინი უკანაც. საქართველოს თითოეული ბავშვი, რომელიც დღეს არის ცუდ მდგომარეობაში და მისდევს ამათ იდეოლოგიას, ისინი არიან ჩვენი შვილები. არა აქვს მას მნიშვნელობა ის ქართველი იქნება, სხვა ეროვნება იქნება, ის არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში დაბადებული გაზრდილი და დღეს მათ ჩვენ ვხედავთ ყველას აგერ ქუჩაში გამოკრეს და ფაქტიურად ისინი არიან უკონტროლოები. ეს სწორედ მიიყვანა იმ გარკვეულმა ტექნოლოგიებმა, რომელიც ტექნოლოგიების საფუძველზეც დასავლეთიდან აქვთ პირდაპირ ესე ჩაბმული არიან და დასავლეთიდან დოზირებულად ესე რაღაც გარკვეულ საშუალებებით უწამლავენ ამ ჩვენ შვილებს ტვინს და მათ შორის ყველაზე უბედურება და ყველაზე რომ მეტყვი დამღუპველი ის რომ გახსნეს ღამის კლუბებში ესე იგი ოფიციალურად ლეგალიზებულად იყიდებოდა ნარკოტიკები და ამ ნარკოტიკების ესე იგი ლეგალიზაციის საფუძველზე დაიღუპა თაობა, დაიღუპა ბავშვები, რომლებიც არიან ერის მომავალი, ქვეყნის მომავალი, ბავშვებმა, რომლებმაც უნდა ამრალონ ერი, ეს ბავშვები არის საქართველოს მომავალი და საქართველოს ბრძოლის, ესე იგი, რომ ვიტყვი, ერთ-ერთი რომ ვიტყვი, უნარიანი ადამიანები და ჩვენ ვხედავთ ამას ყველაფერს აგერ და მივიღეთ ის უბედურება, რა უბედურებასაც ჩვენ ვხედავთ. ეხლა გამოდიან ეს ეგრეთ წოდებული კიდე მე ამათ ოპოზიციურ პარტიებს ვერ უწოდებ. იგი ეს არის გაერთიანებული ტერორისტული ორგანიზაციები. ტერორისტული ორგანიზაციები არის, რომლებიც პირდაპირ ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაღუპონ მთლიანად საქართველოს, ხო? გამოდიან ეხლა და ამ კანონპროექტზე დაიწყეს ამ კანონპროექტის მიმართ რაღაც გარკვეული პოლიტიკური განცხადებების კეთება, გაკრიტიკება ხელისუფლების. პირიქით, შენ თუ გინდა რომ ქვეყანა გადარჩეს, დაუდექი ხელისუფლებას. ესე იგი, ანუ რა ხდება, ბატონო ზაზა, რა მინდა შეგეკითხოთ? ანუ ესენიც არიან ჩართული სწორედ და ამათი ესე იგი ხელშეწყობით მოხდა თავის დროზე აი ამ ნარკოტიკების მასიური შემოდინება საქართველოში და დღეს არიან თუ არა ისინი კვლავ აი ამ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაში საქართველოში, ტრანზიტში საქართველოში და მის გავრცელებაში ჩართული სწორედ ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები და გარკვეული ის პარტიები, რომელი პარტიების დღეს ეწინააღმდეგებიან სწორედ ამ კანონპროექტის გამკაცრებას. მივესალმებ პირველის მაყურებლებს. ბატონ ტრისტან, აქ იცი როგორი სიტუაციაა? ეს ახალგაზრდობა ჯერ დაცალეს სულიერად. გამოაცალეს ქართული ყველაფერი, სული ქართული რაც იყო. განათლების სისტემამ საერთოდ მოსპო მე ეს ქართველები, ეს ახალგაზრდობა, ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ისინი რომ მოინდომეს, ეს დაიწყო იმ დროს. სააკაშვილის დროს ჯერ ვითომ ნარკოტიკი არ არისო, საქართველოში აღარ შემოვაო,
აღარ გაიყიდებაო და საამთიაქო ნარკოტიკს მიადგა და ხალხი დაშტერდა. ოფიციალურად იქ რაღაცა იმაში ჩართვეს და ახლა მეტადონის პროგრამები და მე შემოვიდა ამა დროს უკვე და სანდრა აკონტროლედა როცა უკვე ის შემოვიდა ამ ოპოზიციამ ნაციონალებმა ვინც იყვნენ მაშინდელ პარლამენტში დაიწყეს იმაზე ფიქრი და ლაბა საამთიაქო ნარკოტიკები რომელი გაოფიციალებული იყო ხო? საამთიაქო იყიდებოდა აფთიაკებში მიშას დროს როცა ის ნარკოტიკი არ იყო ხო ის არ იყო მკურნალობა ხალხის ან ხალხს უნდა უმკურნალო ეს მასიურად იყო გასაკეთებელი რომ უნდა აშენებულიყო რაღაც ცენტრები რომ ადამიანი მისულიყო და ეს გაეკეთებინა ესა და წავიდა ეს ნარკოტიკები ეს საამთიაქო ნარკოტიკები რაღაცები იყო ზოგს ტვინი გაეჭედა ზოგი მაპატიეთ ისეთი რაღაცები მოწყდა რაღაცები ემართებოდა სასწაულები ხდებოდა ამ ნარკოტიკებისაგან რა და ქვეყანა იყო ჩემთან ეგეთი შემოყვანილი ციხეში რა კაცი რომ ვერ ხო ციხე საკანში და სასამართლოებზე ხდებოდა იმდენჯერ გამიყვანეს სასამართლო პროცესებზე ხო გადავდიოდი და დამლა რომ გვაჩერებდნენ იქ სანამ გამანაწილებელში სასამართლო გამანაწილებელში დამლა და იქაც იყვენ რა აბადეთ კაცმა ახლა არ უნდა თქო მაგრამ ვიტყვი რა სიმალეს კაცმა ჩაისვა ვერ გაიგო ჩვენ სუნზე მივხვდით რომ ამან ჩაისვა ვერ გაიგო რა ისე დღეში იყო და ამ კაცს ასამართლებდნენ და პირიქით ამომწყობი იყო და უნდა გაეშოთ და ემკურნალა და წაეყვანათ და ეს ახალგაზრდობა ხო დაცალეს მარიხუანას ლეგალიზაცია მოითხოვეს ხო გახსოვს გირჩმა რომ ჩარგო ჯაფარიძემ და იმეემა ხო აი მაშინ ვაღეკვეთათ ოცნებას ესენი თან ტელევიზიით იყო როგორ გავდნენ როგორ წყავდნენ მე მგონი ნარკოტიკების შემოთავაზება გირჩი ლობირებდა მე არა გირჩის გარდა სხვა იქნებოდა გირჩი მარტო რა არ გირჩი იყო რო იტყვის რა გაავრცელებს ხო მაგრამ ესე იგი ხო უკან ვინედგან ახლა ჩვენ რა ვიცით ახლა მაშინ გარკვეულ და იმას ხო მარჩელებას გარკვეულ განაზღაურებას ხო ღებულობდა ამას ალბათ აბა როგორ იქნებოდა აბა განაზღაურების გარეშე აქ ფეხს არ დგავენ ლობირება ამას ეს მიტინგები სხვა განაზღაურების გარეშე არ ლობირება ამას ისნობს ხო ლობირებდნენ ამას და სხვა ოპოზიციური პარტიებიც კაცო მარტო გირჩი კი არ იყო გირჩი იყო პროსო პირველი გამხმოვანებელი დანარჩენები ამ ყოლები ყავდა როგორც ნაცები ისე სხვები და თავარი ნაცები იყო იცი რატო იყო თავარი ნაცები იყო ეს იცი რატო იყო და მე კლუბნი რატო წამოვიდა კლუბნი ნარკოტიკიც შემოვიდა საქართველოში ეს იმიტომ შემოვიდა რომ კაცი რომ ყოველდღე დამოკიდებული ხდები ამ ნარკოტიკზე თან მე უკვე ამათა რო ხარ და რაღაცა ადვილი სამართავი ხდები რა რომ უცოდინარობა ნარკოტიკი ეს ჩათვალე რომ საერთოდ ჯიბეში ყავ ხარ უკვე ჯიბეში ყევ ხარ და როგორ ყავ ხარ იცი საერთოდ ბოროც ხარ დაპყრობილი თავიდან ფეხებამდე მის იმაში ხარ მოქცეული კოლგის ქვეშ всё მორჩა აბა ეს ახალგაზრდები ახლა რომ გადიოდნენ და ყვიროდნენ და რაღაც ისულელებს აკეთებდნენ როგორ შეიძლება თუ ადამიანი ცოტა მაინც ფიქრობს სულიად რა ევროპული მე ვეკითხებოდი ამ ახალგაზრდებს რომ ხდებოდნენ ახლა ჩემთან ცხოვრობ ვიდიოდენ ბიჭო რა არის ევროპული მომავალი მითხარით ამიხსენით იქნებ მე ვერ გვიგებ და მე იქნებ ჩვენ ჩამოვრჩი მე უთხარი კაი ხო მე კომუნისტების დროს დავიბადე რა იმათავად სახსენებელი კომუნისტების დროს მაგრამ ეგეთ რამეს კომუნისტები არც ლეგალიზაციას უკეთებენ ნარკო ბოლო-ბოლო სწავლა იყო უმაღლეს დონეზე, როგორც სკოლაში, ისე იმაში და რა პედაგოგები და ისენი და ვეუნები. აბა ახლა რა პედაგოგები, სელფებს იღებენ ტიტულებითო, რა პედაგოგია, რა სელფი, რის სელფი. და მარიხუანას ერთად ეწევა მოსწავლე და პედაგოგი. ხო, პედაგოგი. შეიძლება იცი მარიხუანა და კიდე რა ვიცი, რა კიდე რა ვიცი. რა შემიანი ეს ჩვენი საქმე არა, ღმერთი განჯის ყველას, მაგრამ ამით ბატონო ტვისთან ქვეყანა იუბება რა. ქვეყანას მომავალი მივცეთ ახალგაზრდებსო. რა მომავალი უნდა მისცე ამ ხელა ახალგაზრდობა ამ ხელა რაღაცაა და როგორ უნდა მართონ ქვეყანა არ გამიგია ეხლა რა ესეთა ხალხმა ქვეყანა არ უნდა მართონ მე ამას ვიტყვი ნარკოტიკების მომხმარებელი და სხვა რაღაცეები LGBT ან ისენი რო არიან გადახრიანი ხალხი არც სახელმწიფო სამსახურში სახელმწიფო სამსახურში პირველ რიგში არსად არ უნდა იყვნენ ეგენი მიღებულები მე ვიძახი ჩემ პირადაა არ შეიძლება სახელმწიფო სამსახური მართო ნარკოტიკების თრობის ქვეშ. აი ზელენსკი რო გამოდის ეხლა და ნარკოტიკები მის არ იყო ნარკოტიკების თრობის ესე რო აკეთებს სისტემატურად იმასი კოკაინს ყნოსავენ და სულ გააშტერა ეს კოკაინი მე ტვინს აშრობს გაიგე ისეთი რაღაცა პრეპარატი აბა ის მე სულ უნდა ის ერთხელ ხო შეიყნოსო გავიდა 3-4 საათი კიდე უნდა შეიყნოსოს კიდე უნდა შეიყნოს სანამ არ დაიძინებს რა კარგად გადარჩენილები ჩვენ გადარჩენილები როგორ არა ვარ ბიჭო
ესეთი რაღაცები ბატონო ტრისთან მარტო მოუვა რაც საქართველოში ხდებოდა ეს წამების ფაქტები ყველაფერი ეს მოფიქრებული სიბინძურე მოუვათ აი ეგეთ ხალხს რა სულიერ დაცილს ხარ და მთლიანად იმის ქვეშ მოქცეულ ხალხს სატანის ქვეშ მოქცეულ ხალხს ახლა ჩემ დროსაც იყო ის ახალგაზრდობაში ზოგი პრანსაც ეწეოდა ზოგი წამალსაც იკეთებდა მაგრამ მეტი წელი არ შვებოდა მაგას რა მე იმიტომ მე არც გავკარები ვარ მაშინ ჩვენ აი თელი სათოს კანონის გამკაცრებული იყო გამკაცრებულიც იყო ბიჭო ჩვენთან როგორ იყო ეს კანონი თუ დაგიჭერდე ნარკოტიკის ქვეშიღები მეჩნიკოვზე იყო ეგეთი საავადმყოფო ნარკოლოგიური დიახ იქ მიიყვანდნენ ჯერ დააწვევდნენ ორკვირიანში თუ კიდე გამეორდა მე იმაში ორთვიანში აწვევდნენ თუ ერთვიანში თუ ორთვიანში თუ იმის შემდეგ კიდე იზავდა მე საგარეჯოში აგზავნდნენ ციხეში საგარეჯოში იყო ზონა ხო მაგათი ზონა იყო საგარეჯო და ბიჭო იქ იყო რა პირობები იყო გამოყავდათ ფსიქოლოგები მუშაობდნენ ტაძრებიც ახლა ისე არ დადიოდა მაშინ მრევლი იმ პერიოდში ტაძრებში მაგრამ ვიც დადიოდა იქიდანაც ხო იგებდა ამ ამბავს რომ ნარკოტიკი სატანის საშუალებაა ერთ-ერთი რომ შენ დაგიმორჩილოს და ბევრი არ გაეკარა რა მეწილად ადამიანები მე ვინც გაიგო ბევრმა დაანება თავი მაგრამ ეს ახალგაზრდობა ისე ჩამოაშორა სკოლამ დაიმან მიშაზოს დაიწყო რომ ეკლესიებში არ იყოს სასულიერო განათლება არ მიიღოთ სკოლაში აკრძალეს ჩამოაშორეს ყველაფერი ინსტიტუტებმა ჩამოაშორეს ყველაფერი და შერჩათ ეს ადამიანს აღარ აქვს ისა დაცლია სულიად რა გააკეთოს უნდა იყოს თრობის ქვეშ ეს თრობის ქვეშ იყო კლუბებში ახალგაზრდები არიან ჩვენ დავდიოდით კაცო მაშინ იყო ბარებს ვეძახოდით რა ხო მაგრამ ეს არის იყო კაცო ნარკოტიკები არა ნარკოტიკები არა შამპანიურს დავლევდით კონიაკს დავლევდით იყო კოქტეილები იყო მაშინ ყველანაირი კოქტეილები იყო მაშინ ახლა რომ მეუნებიან იცი ერთი მეუნება რა არის კრავავი მე უთხარი ბიჭო მე რომ მაგი მაგ დალეული შენ მე უთხარი გონი მამაშენს პროგრამაში წარყავდი მაშინ მე უთხარი რა როგორ არ ვიცით მაგრამ ის კი არ იყო კაცო რომ ესეთი თრობა ყოფილიყო ნარკოტიკს ვინ გაყიდიდა იმ ბარში და რესტორანში არამეს იმას ხო ვაფშე დედაბუდიანად გააქროვდნენ ისიც ჩავბაზარზე იყო ესე ხო არ იყო ეს ნარკოტიკი იყო რა ასე ღიათ ეხლა ღიათ არაფერი კაცო მიდიოდნენ მოდიოდნენ ვისაც უნდა ეს кайფი ეგერ არიან მეზობელი ქვეყნები გადავლე და იკაიფონ იქ რამდენიც უნდა რა არის ევროპაში ქვეყნები სადაც ეგერ იყიდება ქოთნებში იმას დახარისხებულია რადონის დოზის ნარკოტიკი უნდა და ჩვენ მთავრობა ეხლა რო გაამკაცრა კი გაამკაცრა ეს კანონი და ნამდვილად კარგია მაგრამ მომხმარებელი გამყიდველს რაც ეკუთვნის ეგრეთ წოდებულ ბარიგას იმას ეკუთვნის ყველაფერი იმას სამუდამო პატიმრობაც ეკუთვნის და ისე კი არ უნდა უთხრა 25 წელი ან სამუდამო პატიმრობა ან აქედან აქ პირდაპირ უნდა იყოს სამუდამო პატიმრობა წამლის გაყიდვაზე. იმიტომ მკვლელია ეს კაცო. კლავს. ის მტერია საქართველოსი. კაცო, ჩვენი გენოფონდი იღუპება ამით. დაღუპულია გენოფონდი იმას აღარ ჩვილი აინტერესებს მერე. აღარ ცოლი, აღარც ოჯახი და არაფერი. მორჩა გათავდა იმ ადამიანის სიცოცხლე. მაგაზე დამოკიდებული ხომ ბოლომდე და შეგაწყვეტიებთ და თქვენ ახლა ახსენეთ ისეთი რაღაც ახსენეთ რომ მე გამახსენდა რა იცი აღარ ჩვილი აინტერესებს აღარ ცოლიო. იყო დრო ცხინვალში როცა ჩადიოდნენ ეს ისენი ნარკომანები სამსე იყო იქ ხო მე გეუნებით აი პირდაპირ ფაქს გეუნებით მე მაშინ თავდაცვაში მსახურობდი და არაერთხელ მქონია შეხება სამშვიდობო კონტინგენტთან მე ცხინვალში ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან ხო ცოლები ყავდათ დატოვებული ზალოგში ანუ ესე იგი მიყავდათ ცოლები და ტოვებდნენ იქ იმის სანაცვლოდ რომ მათ წამოიღოთ ნარკოტიკები და შემდეგ ჩაეტანათ თანხა და დაიხსნათ ცოლები და ამ ცოლებს გაიგე ამას პირდაპირ გეუბნები ამას მე ამბობს ზუსტად პირადად მე ვარ შენასწრებით და პირადად მე ვარ გასაუბრებული ისეთ ქალბატონებზე რომელი ქალბატონების იხსნა ეკიდან მე ჩვენმა მხარემ სამშვიდობო კონტინგენტმა და გამოიყვანეს საკეთ და აი ესეთ ადამიანებს გვეჭი როგორ ჩერდებით მეთქი კაცო მე მithქვია პირდაპირ მithქვია კაცო გაიგე როგორ წაგიყვანა გაგწირა ვიღაცის იქით ტერორისტების ხელში ჩააგდო ხო ის ვინც წყიდის ხო იქ და ვინც არის და ვინც აძლევდა ამას ხო ისინი ხო ტერორისტები არიან და ისინი ხო ყველაფერს კადრებლები არიან იმის ხელში მიყავს სოლები გაიგე ეხლა თქვენ წარმოედგინეთ ეს იყო ეს ფაქტები კაცო ამას მე ეს არის სრული ჭეშმარიტება სრული სიმართლე არის გაიგე რადგან მე ვიცი ზუსტად ვიცი და ზუსტად მე მქონია რაღაც გარკვეული აღარ მინდოდა ბატონთისა მაბატონი გაწყვეტინებთ მეც მოვარ შეხებული ვლადიკავკაზიდან მოვდიოდი და ქართველი გოგო ვნახეთ ისეთ
ესეთი რა ისეთ განწყობაზე და გაუჩერეთ მანქანა. შევხედეთ თუ ქართველი თან ხელით დააკნია ახლა ის ახლა გაუჩერეთ ახლა. და რა არის მეთქი და იქ ვიყავიო რა ჯაირაღი იყო ეგეთი ადგილი კიდე რო გადადიოდი იქ დიახ. და იქაც წამლის ის იყო და გოგო იყო ქმართანთან წამოვიდა რაღაც საქმეზე წამოვიდა ქმარიო მე წავალო და შენ აქ დარჩიო და ხვალე დაბრუნდები ეს ოჯახი არაფერს მოგაკლებსო და გამაჩერაო ორი კვირით გამაჩერავ. ორი კვირით გამაჩერავ და ეს გოგო ჩამოვიყვანეთ თბილისამდე რა. გადმოვიყვანეთ ჩვენი საზღვარი, გადმოვედით, გადმოვიყვანეთ ყველაფერი და აი როგორ მქონდა იცი გული დათქანული და მეთქი მანახე რა შენი ქმარი რა. ის რა ქმარია, ის არის გადასაგდები ენგურში მე უთხარი, უნდა გადააგდო. ის კაცი იყო თუ ხალს რო ესე მოექცევა. აი სამწუხარო ფაქტი, სამწუხარო. მე ერთი ფაქტს ავარ შეძლო. ესეთი ამბები გაგებული მაქვს. მე პირადად რაც ვნახე. დიახ. აი ამას ყვები. ხო და ამიტომ ნახეთ ახლა ბატონო ზაზა და ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს ახლა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და მართლაც ეს მისასალმებელი არის და მართლაც სრული მხარდაჭერა საზოგადოების საღად მოაზროვნე საზოგადოების საქართველოს მოსახლეობის 99%-ის მხარდაჭერა აი ამ კანონ პროექტს რომელი კანონ პროექტის მკაცრდება და გამკაცდება იმის გამსახიობლების ეგრეთ წოდებული ბარიგების წინააღმდეგ ბარიგების წინააღმდეგ იქნება მკაცრი სასჯელი და ეს სასჯელი ალბათ იქნება სამუდამო პატიმრობა და ისინი მართლაც მათ არ უნდა შეეხოთ არც შეწყალება არც უდო არაფერი არაფერი ამინისტია მაგრამ ნახეთ ახლა მომხმარებლებზე და მე ვიცი ახლა ინფორმაცია მაქვს და რაღაც გარკვეული იმაში ვარ ჩახედული ამ კანონ პროექტის იმაში მომხმარებლების პირდაპირ სავალდებულო მკურნალობა წესდება სავალდებულო მკურნალობა იმ ღამის კლუბებში ის ლეგალიზაციები ისინი ყველაფერი იგზალება და რატომ ეკეთება ეს ყველაფერი აი ესეთი ფაქტები ახლა რა მე და ბატონმა ზაზამ თქვით აგერ ხო და მართლაც ესე იყო და ჩვენ ამას თქვენ ალბათ ეს არავის არ უთქვია პირდაპირ ეთერში ცოლებს ტოვებდნენ ცოლებს იქ იმისათვის რომ ნარკოტიკები წამოეღოთ და ხშირ შემთხვევაში ბატონ ზაზასთვის არ იყოს კვირაობით და თვეობით უწევდათ იქ ცოლებს ყოფნა რადგან თანხა არ ხოდა ჩატანილი ნარკომომხმარებელს აი ამ ბოლოს აი ამ იმაზე მიყავთ უკვე ამ ნარკოგამსახიებლებს ისინი რაღაცა ქვია ნარკომომხმარებლები და აი ესეთი ფაქტურად იღუპება ეს ადამიანი იღუპავს ოჯახს იღუპავს ყველაფერს აბსოლუტურად ისეთ უკონტროლო სიტუაციაში აგდებს ეს ნარკოტიკები და მე კიდევ ვიმეორებ რომ მისასალმებელი და მხარი უნდა დაუჭიროთ ამ კანონ პროექტს და ცალსახად ესე იგი ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ყველანაირი რომ იტყვი კრიტიკის გარეშე მიღებული კრიტიკის გარეშე და არავით არის კრიტიკა ამას არ ჭირდება ახლა როგორც ეს ნაცსექტა აკრიტიკებს აგეთ და როგორც ესენი არიან ახლა დღეს ჩასაფრებული რომ იქნება რამენაირად ესე იგი წარმოსახონ ეს კანონ პროექტი ისე რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ამ კანონ პროექტს რომელიც ესე იგი აიყო ცოტა ლიბერალური კანონ პროექტი კაცო თქვენ გააკეთეთ ეს კარგად მახსოვს მიხეილ სააკაშვილის დროს გააკეთეთ და მიხეილ სააკაშვილს დაავალეს იქიდან დასავლეთიდან და ბატონმა ზაზამ მართალიც ბძანა რომ ადამიანი როდესაც უკვე ხდება ნარკოდამოკიდებული ხო ის როგორც გინდა გაიგე ისე მართეთ და როგორც გინდა რაც გინდა იმას გააკეთებს ხო მან იცოდეს რომ შენ ხარ მისთვის ადამიანი რომელი ადამიანიც ყოველთვის მიცემს იმ ნარკოტიკულ საშუალებას და იმ ნარკოტიკული საშუალების მომხმარების საფუძველზე მას უკვე გაიხსნება მთლიანად აი რა ვიცი რა არის იქ და რა ეხსნება და რა მდგომარეობაში ვარდებენ მე არ ვიცი და არ წარმომიდგენია მაგრამ აი ეს არის სწორედ გასაკეთებელი იმიტომ არის გასაკეთებელი რომ ახალგაზრდები ჩვენ უკვე ვხედავთ რა მდგომარეობაში არის ვერ უყურებთ რომ ქორწინება საერთოდ ქვეყანაში იკლო ბატონო ზაზა იკლო კი არა ყველაფერმა იკლო დემოგრაფიული კუთხით ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აი ეგ ნარკოტიკებმა იმას და შეაფერხა ეს პროცესი რომ უკვე ბიჭს აღარ აქვს სურვილი იმისა რომ ხალი გოგო მოიყვანოს ცოლად კაიგე იქ თუ ინე დაოჯახებულები არიან და თუ ინეს რაღაც ისა ოჯახი ყავს და ცოლი ყავს და შვილი ყავს აგერ ამ მან ლიბერალურმა კანონებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეგრე ბაბუცა პატარაა რო ყავს აგენტი დასავლეთის აგენტი და იმის მეშვეობით რაღაც მოიგონეს ეს ოჯახური ძალადობის რაღაც უბედურებები და ამ ოჯახური ძალადობის მუხლით გაავსეს ციხეები და უკვე მამაკაცების დეფიციტი შეიქმნა ოჯახებში და ფაქტიურად უკვე ოჯახები დარჩნენ მამაკაცების გარეშე. იქ გაუხსნეს ესე მთლიანად მთელი
ქვეყნის საზღვრები გაიგე და დაიცალა საქართველო და ნელა ვიცლებით. აქ ნარკოტიკებით უბედურდებიან. იქ ციხეებში უშვებენ. აგერ წავიდა საზღვარგარეთ გაიქცა ხალხი და უკვე მამაკაცები აღარ არიან და რჩებიან აგერ ფაქტობრივად ოჯახებიც არიელი და ეს რას ნიშნავს ისი? ქვეყანა კარგავს ბრძოლის უნარიანობას. ქვეყანა იცლება ქართველი მამაკაცისაგან და ოჯახი ნადგურდება და ოჯახი იშლება და ეს იწვევს სწორედ უკვე იმას რომ ქვეყანაში ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ უმცირესობაში. ქართველი ხალხი მივდივართ უმცირესობაში, კაცო და გაუხსნეს კარები და რანაირი ჯულის ადამიანი გინა, იმნაირი ჯულის ადამიანს იპოვი ამ ქვეყანაში. ახლა აიგე ზოგი იმითი მოტოციკლეტებით დარბის და ის და აქვს რაღაც ესენი გამოძახებით საჭმელებს, ზოგი ველოსიპედით დარბის, ზოგი ფეხით დარბის და ენა მაგენ მარიციან, გზაკვალი მაგენ მარიციან და ესე იგი საჭმელს მოგიტანებ ეს სახში აზელილი არის აჯამსადალივით ყველაფერი, აიგე? აი ესეთ მდგომარეობაში ვარ და ეს ამიტომ არის საჭირო რომ ხელისუფლება რომელმა ხელისუფლებას დღეს რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადადგა სწორედ ამ მიმართულებით და ქვეყანა გამოიყენოს აი ამ კრიზისიდან, ხო? და ამ კრიზისის საფუძველზე ქვეყანას მიეცეს განვითარების საშუალება და ქვეყანაში აღიკვეთოს ეს უცხო ქვეყნიდან მომდინარე დირექტივები, რომელიც დირექტივების საფუძველზეც ნადგურდება ჩვენი ქვეყანა, ამას აღკვეთავს და ამის აღკვეთაში ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ და აქედან გამომდინარე არ უნდა მივცეთ საშუალება იმ აგენტურულ ქსელს, რომელი აგენტურული ქსელიც ანადგურებს ამ ქვეყანას. ეხლა ბატონო ზაზა დაანონსეს, აგერ დაიწყეს უკვე მომზადება ამისთვის, რომ უნდა დავიწყოთ არეულობაო. არეულ გამოსვლები უნდა დავიწყოთ ეხლაო. ნუ ეხლა ეს მართლაც ომის პარტია, სწორი სახელი დაათქვეს, გაიგე? მართლაც ომის პარტია არის, ეს ფისაშია საქმე. ცდილობა იყო და უკრაინაში ჩართვა ომში არ გამოუვიდათ, გაიგე, რაშიას. არ გამოუვიდათ, ხო? და არაერთი ცდილობა იყო ამის. ყველაფერს აკეთებენ, აბსოლუტურად. თუ რამე კარგი რაღაცა გაკეთე ამ ქვეყანაში, ამას ებრძვიან, ეკრიტიკებიან. აგერ ჩვენი ნაკრებია და ანგელოზივით ბიჭებია, აზანზარებენ ყველაფერს და ამათ აბულინგებენ და ერთად ბავშვი არიან და გუშინ კიდევ აგერ ახლა ერთი პროვოკაცია გააკეთეს, კიდევ ეს პატარები რო გაუშვეს. სტადიონზე რო ეს მე ვფიქრობ, შეგნებულად გაკეთებული არის. ეს ვიძახი რომ პროვოკაცია. არის თუ არა, ბატონო ზაზეს პროვოკაცია, რომელი პროვოკაცია გუშინ იქ როგორ კარგად მიგვიღეს, ტაშიც დაგვიკრეს, რომ მოვიგე და გამოვიდნენ ახალგაზრდები და რეებს აჩვენებდნენ. ეს ახალგაზრდები. მე მგონი ეს ახალგაზრდები სწორედ იმ ახალგაზრდების ნაწილია, რომელი ახალგაზრდებიც თავრობის სახლში გამოვდიან და რა ისაო, არ იქნება ისაო, რა ქვია, სამართალი არ იქნება მშვიდობაო, ხო? სამართალმა ქართველებს უთქვია პური უნდა ჭამოსო. ვაჭამოთ ამ სამართალს ეს პური რა. ამდენი ხანი სამართლის ზახილი ძალიან ისეთი ცნება გახდა ეს სამართალი რა. ხალხმა ხო უნდა იპოვოს ეს სამართალი. სამართლიანობა მოითხოვს ახლა ეს დიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდე რო პარპაშებენ აქ ტელევიზიით გამოდიან და კიდე რო გამონათებენ ხალხს და რაღაცებს იძახიან ჩვენ დავიწყებთ არეულობის პარტიები. ბოლო უნდა მოკიდონ ხელი რა აგენტურულ სისტემას. აგენტი გამოულინდება, უნდა დაიჭირო აგენტი და ნაბადე ამ ქვეყნიდან უნდა გააძევო ან კიდე მიუჩინო ადგილი ძმაო. არ შეიძლება ეგრე კაცო. როგორ ოდემდე უნდა ვიძახო კიდე არეულობა. ეხლა საგაზაფხულო არეულობა შემოვა. 31 მარტი რეფერენდუმის დღე იყო, დამოუკიდებლობის დღე იყო. გახსოვთ თქვენ მაგის განსახურდელი ჩაატარა. 9 აპრილს კიდე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და მაგას უნდა დაამტყიონ. ეხლა ხო ეძებენ ესენი. ნუ ეროვნული რაცა ყველაფერს შედეგი ამაშობიან რა, ანადგურებენ რა. ეროვნულს ანადგურებენ რომელია? ეროვნული სადღა არის? ნაწილი სკოლებში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საფრთხო სწავლება. მოძღვრები უნდა დააბრუნონ სკოლებში. ბავშვებთან აუცილებლად თუ გინდა რომ ქვეყანა გადარჩეს. გადარჩენის ბევრი საშუალება არის. ამ ქვეყანას კიდე არა ვართ რა, უბსკულში ვართ, მაგრამ აი ბოლომდე არა ვართ ჩაძირულები. 1-3-4 წელიწადში ამ ქვეყანას თუ არ ეშველა, გეუნები ჩაძირულები ვართ რა. გადაჩეხილები ვართ, მაგრამ აი ჩაძირული ვართ ბოლომდე ჩავეშვებით იმ უბსკულში. ამ ახალგაზრდობას უნდა შველა. სასწრაფო შემოიტანეთ, მიიღეთ კანონი, რას აკეთებს ეს განათლების მინისტრი? დღეს ვინ არის არც ვიცი. რა უნდა გააკეთოს განათლების მინისტრმა? არ იცის? რომ ქვეყანაში განათლება მოშლილია? როგორც სასკოლო და ისე უმაღლესი განათლება? თქვენ გონიათ ახლა განათლება, აი ჩამოსულები, ინდუსები, პაკისტანის სხვადასხვა ხალხი ვისრომ სწავლობენ ამ იმაში, რა თუნდა ამდენი უმაღლეს სასწავლებელი საქართველოს? 2.800.000 კაცს, რა თუნდა? 40 სასწავლებელი
ძალიან კახურად ყოფილი და 5 მილიონი ნახევარი რო ვიყავით ჩვენ სასწავლებელი უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სასოფლო ზოვეტი, ფიზკულტურის უნივერსიტეტი და კიდე უცხოენების უნივერსიტეტი იყო და პედაგოგიური იყო. ძალიან კარგად ყოფილი და საქართველოს. ყველა ხო არ იქნება ნასწავლი. ეს შობლები უხდიან ბავშვებს, ფულს და ბავშვებმა არაფერი არ იციან. ცარიელი თავებით არიან. კარგით რა გეყოთ რა ბოლო-ბოლო მიხედეთ რა ქვეყანას. ყველაზე ცუდი არის უსწავლე და უცოდინარი ერი. კი ბატონო, გეთანხმებით. რამხელა განათლების სისტემა ქონდა, რამხელა ყველაფერი ქონდა, რა არის? რატო მოიშალა? იმიტომ მოიშალა, რომ ეს ჩადებული იყო საქართველოში. მისას დროს რომ დაიწყო ნგრევა ამ განათლების სისტემის, ხო? მისას დროს სოროს გადაცეს პიტაბი ჩაუგდეს ხელში. შევარდნაძის დროს შემოვიდა ის სოროსი საქართველოში, მაგრამ ფეხი კი ვერ მოიკიდა, ისე ვერ მოიკიდა. ვერ მოიკიდა, ისე. მაგრამ მისას დროს მოიკიდა ძალიან. მისას დროს მოიკიდა რომელია, კაცო, აფინანსებდა, ფულს აძლევდა, ხარჯავდა. ეხლა თქვენ ნახეთ, აი სწორედ ეხლა ისეთ საკითხი. და აქ მეორე კიდე ერთი საკითხია ბატონო ტესტა, მაბატიეთ. სასწრაფოდ პარლამენტმა უნდა გააუქმოს ანტიდისკრიმინაციულ კანონი, უნდა გამოეთიშოს სტამბულის კონვენციას და ბავშვთა კოდექსი უნდა გაუქმდეს. როგორ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ჩემი შვილის აღზრდაში? არა, სახელმწიფო შვილის აღზრდაში სკოლა ერევა, გაცუდა სკოლა ჩაერიოს. მე ვიძახი სახშიდაც რომ უნდა ჩაერიოს. ის ბავშვთა კოდექსი რაც მიაღებინეს არასამთავრობოებმა, მამაძაღმა არასამთავრობოებმა, ეს უნდა გაუქმდეს. ეს ანტიდისკრიმინაციის კანონიც იქიდან მოვიდა. არასამთავრობოებიდან დასავლეთის აგენტური და პარტიებმა. და სტამბულის კონვენციას უნდა გავეთიშოს. სასწრაფოდ უნდა მიიღოს ეს სამი რაღაცა ჩვენმა პარლამენტმა უნდა გააკეთოს სასწრაფოდ გადასადგმელი ეს ნაბიჯი. თან როდის საფრთხილებდა მაგას ჩვენი ეკლესია. რომ არ მიიღოთ ანტიდისკრიმინაციის კანონი. მაინც მიიღეს. მე რა მიყვირს ესე ბატონო ზაზა ნახეთ ახლა შეხედე რა ხდება. ეს ოჯახური ძალადობა სტამბულის კონვენციიდან მოდის, რო იცი. სტამბულის კონვენციაში ეგ ჩაწერილი. რა ოჯახური ძალადობა. რამდენ ახლა რო ვიხმაუროთ სახში მე და ჩემმა მეუღლემ, ან მე და ჩემ ადამ ვიღაცამ უნდა დარეკოს და მე უნდა დამიჭირო. თან კაცს იჭერენ, ყველა ქალს არ იჭერენ. იქნებ ქალია დამნაშავე. რამდენიმე ქალმა გააკეთა დანაშაული. რამდენიმე ქალმა მოკლა ქმარი. ბავშვები დააგდეს და იმაზე სანაგვეზე გადააგდეს. ბატონო ზაზა, ნახეთ ახლა თქვენ აი სწორედ განათლების სისტემა შეეხეთ და მოდი აუხსნათ საზოგადოებას. თქვენ მართალი ბრძანეთ განათლების სისტემის სრული ესე იგი რომ მეთქი ოკუპირება უნდათ შევარდნაძის, მაგრამ მაშინ ვერ მოახერხეს და ვერ დაძლიეს და ამიტომ მიშა ეს ავაცახსენებელი, ეს გიჟი, გადარეული და ეს სექტანტი ეს როგორ შეიძლება ეს ახლა დღეს ვივამენტში ხარდეს აი კოტრიალობდეს, გაიგე? ეს საქართველოს მტერი დაუძინებელი მტერი გაუხსნა ჩაუგდო პიტაპირ სოროსის ხახაში ჩააგდო განათლების სისტემა და ლომაიას ჩააბარეს კანალიზაციის იმა მილის შეერთება არის ის როგორ უნდა შეერთდეს და ლომაიას ჩააბარეს. ხო და აი თავიდან ბოლომდე ესე იგი დაიწყო ეტაპობრივად ნაბიჯ ეს ნგრევა ეს ყველაფერი და მივიღეთ ის ბავშვები. ეხლა დღეს ამ ხელისუფლებამ რაც გააკეთა, ხო კარგი გააკეთა. იმიტომ ამ ხრივ ნუ ახლა უცებ მთლიანად ამ სისტემას ვერ დაშლი და ვერ გაწმინდა, მაგრამ ნაბიჯ დაიწყებს ამის წვენდას და ნუ ახლა ეგ გორდელაძე და აფხაზავა და მაგნარი პედაგოგები თუ არ მოაცილეთ თქვენ იმას სკოლებს, ხო? ესენი არის პიტავი დაუძინებელი მტრები ჩვენი შვილების, ხო? ეს სულელი გიჟი გორდელავა რო არის, ეგ გურული ყაბალახიანი რო დარბის, ხან აღმა და ხან დაღმა, გაიგე და ეს ქათამი კიდო ეს რომ არის, რა ქვია იმას აფხაზავა, გაიგე, ვერ გაუგია, ქალია, კაცია, რა უნდა, რა ცხოვრებით იცოდეს, რა წესის იცოდეს, ხო? ესე ასეთი პედაგოგები უნდა ჩამოაცილოთ. ეხლა აღადგინა სამხედრო სწავლებები, ძალიან კარგი არის რომ აღადგინეთ სამხედრო სწავლებები. ამავდრო რომ ამის შესახებ არც ერთი ტელევიზია არ ამბობს. არც ერთი ტელევიზია არ ამბობს სამხედრო პატრიოტული სწავლებები, რომელიც მიმდინარეობს ეხლა და მე ვადევნებ ამას თვალყურს, არის ესეთი გენერალთა კლუბი, ესეთი ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი არის ბატონი მალხა ჩიხლაძე, ეს ომგამოვლილი ადამიანი არის, პროფესიონალი სამხედრო არის და მას ძალიან კარგი გუნდი ყავს შემოკრეპილი იგივ, იქ ჯიშკარიანი არის, იქ სურმავა არის და ასე შემდგომ ის პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მართლაც სამხედრო პატრიოტულ სწავლებებს ატარებენ და ის ახალგაზრდები, რომელი ახალგაზრდებიც არიან დაინტერესებული და უნდათ რომ გაიგონ რა არის საქართველოს და რა არის ქართული ჯარი, აი ბატონო აკეთებს ეს გენერალთა კლუბი ამას და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღეს უკვე სწორედ დაინტერესებულია ამ მიმართულებით და ეს გააპიარეთ თქვენ ისა ტელევიზიებო, იმ ტელევიზიებს ვეუბნები, რომელი ტელევიზიებიც დღეს მიზანმიმართულად ცდილობენ რომ როგორმე
ესე იგი სიბინძურე და როგორმე რაღაც უბედურება მოახვიონ საზოგადოების საქართველოს მოსახლეობას თავს. ეს გააპიარეთ, გაიგეთ, ანახეთ, წადით, გადაიღეთ, რასაკეთებენ ეს ადამიანები იმ სამხედრო იმაში პოლიგონებზე, როგორ ემზადებიან ეს ბავშვები, როგორ ეჩვევიან სამხედრო ცხოვრებას, სამხედრო პატრიოტულ სწავლებებს, გესმით რაშია საქმე? აკეთებენ ეს ადამიანები ამას და ამას მხარდაჭერა ჭირდება, გესმით რაშია საქმე? ამას ჭირდება მართლაც საინფორმაციო მხარდაჭერა ბერმა არ იცის ბატონო ზაზა ბერმა არ იცის დღეს საქართველოში გენერალთა კლუბი რომელიც ამ საქმეს აკეთებს და აქედან გამომდინარე ახალგაზრდა რომელი ახალგაზრდას დაუშვათ არის ქუჩაში ხო და იმ ქუჩიდან მიყავთ იქ უკვე ის ადამიანი უკვე ჟდება სწორედ იმ ქართულ ადამიანურ ცხოვრებაში რომელი ქართულ ადამიანური ცხოვრებას არის სწორედ აი ამ სწავლებებში სამხედრო პატრიოტულ სწავლებებში და გეუბნებით რა სკოლებში დანერგვა ხო იყო კომუნისტებს ხო ქონდა არის სკოლებშიც არის მაგრამ ეს დამატებით გაკეთდა ახლა ხო დამატებით კარგია ბატონო ტრისტა რო გაკეთდა ხო დამატებით ადამიანები აკეთებენ და მე სკოლებშიც ჩვენ სკოლაში გვასწავლეს ავტომატის დაშლა აწობა ლიმონკარო იყო ის ერგედე რომელი იყო ის იყო აბა საქართველოს გარშემორტყმულია ტრული ძალებით რა ღმერთის გარდა ყველა მიცოდეს საქართველოს არავის მეგობარი არ არის რა ეს სიტყვებია პროფესორ ზედმეტი რა ხარო რო დასჭირდეს ვიღაცას ეგრევე თავს დაესხმება საქართველოს მეგობრობა კარგია მაგრამ შენ ხო უნდა დაიცვა შენ თავი როგორ უნდა წაიყვანო კაცი გაიწვიო ჯარში როცა არ იცის ავტომატის ხმარა რა არის ეს რა არის ეფადინი რა არის ეს ერგედე რა არის ის რა არის რაღაც ყველაფერს გვასწავლიდნენ ძმაო იმ სკოლაში და იმიტომ ვიცოდი პირველადი სამხედრო სწავლებები პირველადი ელემენტარული იმას გვასწავლდნენ როგორ უნდა გამოგვიყვანა დაჭრილი ადამიანი იქიდან რა ისინი გაგვიკეთებია პირველადი ისინი ეს კარგი იყო ეს ცოდნას ვიღებ ეს რა თქვენ ახლა ბრძანეთ ბატონო ზაზა ხო ეს სააკაშვილისთვის გაუქმდა მაგრამ დღეს უკვე ეს ქართულმა ოცნებამ ეს სწორედ აი ეს პირველადი სწავლებები, სამხედრო პირველადი სწავლებები აღადგინა სკოლებში უკვე და ეტაპობრივად იხვეწება ესე და ეტაპობრივად უკვე ეს პროგრამები, რომელი პროგრამებიც მართლაც გრანდიოზული პროგრამები იყო, ნელ-ნელა კეთდება და მე მიტომ ვახსენე გენერალთა კლუბით ეს ჩიხლაძე და ჯიშკარიანი და სურმავა და სხვა დანარჩენები, რომლებიც კიდევ პარალელურად მომისმენთ პარალელურად უკვე ამ საქმესაც აკეთებენ. გესმით საშია საქმე. მე ახლა არა მე გამიხარდა ეგ რო გავიგე. ჩემ კოლეგებს მინდა მიმართო რომ მე ვკიდებით რომ ჩვენი ტელევიზია აუცილებლად მოვა თქვენთან აუცილებლად გადაიღებს თქვენს იმ სწავლებებს და ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას. ამას მე გეუბნებით ტრისტან წითელაშვილი, რომ ამას მე გავაკეთებ, ამოვალ თქვენთან აუცილებლად იმ სწავლებებს დავესწრები, ვიცით რომ თქვენ პროფესიონალები ხართ და მე თქვენი წამსამ ჯერავს, რადგან მე ვიცით თქვენ ომშიდას მინახი ხართ და ომის შემდგომაც მინახი ხართ სამხედრო ნაწილებში, როგორ მიდგომებით იყავით თქვენ საერთოდ ჯარისკაცებთან და სამსახურთან და ქვეყანასთან და ამიტომ ვიცით რომ თქვენ სწორ გზაზე მიყავთ ეს ყველაფერი და ამოვალ აუცილებლად ამოვალ თქვენთან და აუცილებლად გადავიღებ მე ყველაფერს აბსოლუტურად და ჩემი გადაცემა ერთ-ერთი გადაცემა მიეზღდება სწორედ იმ სწავლებებს, იმ ახალგაზრდულ პატრიოტულ სწავლებებს, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ და ამით აი მე მინდა მადლობა მოგითხრათ აქედან, რომ თქვენ ამ დიდ საქმეს აკეთებთ და გრანდიოზულ საქმეს აკეთებთ. ეროვნულ საქმეს აკეთებენ ის გენერლები და ის ოფიცრობა ვინც არის იქ. ხო, ასე რომ ბატონო ზაზა, ეს ნელ-ნელა იხვეწება, გაიგე და ამიტომ ჩვენ სულ ყველამ უნდა დაუჭიროთ მხარი, გესმით ასე საქმე. ბატონო ტრისტან ორივე ხელს ავწევ და უჭერ ხარს, მაგრამ რა არის იცი? სახელმწიფოს ფუნქცია არის, რომ სწრაფად გადადგას ნაბიჯები. ქვეყანა იმდენი ხანს იყო ჩაჩოჩებული, დაცურებული, რომ სწრაფად უნდა ამოვიდეთ ამ სიტუაციებიდან, რა. სწრაფად უნდა მიიღონ ისეთი კანონები, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ყველანაირი კრიზისიდან, ყველანაირი ჩიხიდან. ეხლა რა არის, იცი, ნახეთ, ამათმა დაანონსეს ეხლა საგაზაფხულო არეულობა, ხო? მოდი ახლა მე და თქვენ რეალურად პირდაპირ არავითარ შემთხვევაში რამეს არ დამიმატება, არ მომატება არის. ჩვენ არა, საერთოდ ჩვენ იმიტომ გვყავს მაყურებელი და იმიტომ გვიყურებს საზოგადოება, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობთ და არა იმას, ეს გადმოცემენ იმიდან თავარი არხიდან და ფორმულადან რაღაცა და ეხლა ის დააბრალა, იმა ტაბლიაშვილი არის ჟურნალისტი, ბიზინა ივანიშვილის დააბრალა, ბიჭო, ის რა ქვია, ეს ბიზინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა იმ ბავშვების გამოსვლა სტადიონზეო და ეს როგორ უნდა დაემსავრა, რა ქვია, არეულობის მოწყობის მცდელობაო, ბიჭო, ეს ბიჭო, ამხელა კაცი ხარ. აი ამ ხელა თავი ჟურნალისტად მოგაკი ესმის საშია საქმე და რაღაც იმდენს ნახე ჟურნალისტი კი არა იმისთან იყო ძილს ლაპარაკობდა რა აი ეს როგორ ამოვიდა შენი პირიდან ვერ გავიგე მე როგორ ამოვიდა შენი პირიდან მე ბიზინა იმაშვილზე კი არ ვამბობ და ბიზინა იმაშვილს კი არ იმაშობი ვამართლებ კაცო და მისი ადვოკატი კი არა კლიენ აი ფაქტთან დაკავშირებით საუბრობ იყო პროვოკაცია და ეს პროვოკაცია იყო მე დარწმუნებული ვარ ნაცების მიერ მართვადი
ეს პროვოკაცია. მათანაც კი თელი ოპოზიციური პლანი. და ხო, მთლიანად ამის მაგრამ ნაცებია მთავარი აქ, კაიგე. მთავარია მათ უკვე. ხო, მართვადი, კაი, გინდოდათ რაღაც ესე იგი და გინდათ რომ საქართველოს ნაკრებს სახელი ესე იგი გაუტეხოთ და იქ კიდევ აუგზავნოთ ეს სხვა თამაშები და მისცეთ დისკვალიფიკაცია, ეს გინდოდათ თქვენ, რადგან ხართ ესე იგი უკვე ამისთვის მობილიზებული და მოტივირებული, რომ ჩვენი ეს ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც გმირულად ბრძოლა არის, ის აბა რა არის? ის ფეხბურთის ბრძოლა არის, რო იცოდეთ თქვენ და ერთ-ერთი უძლიერესი ბრძოლა სოფლიოში სახელი რო გავს, საქართველოს სახელი და თქვენ კიდევ ამის გინდათ დაკნინება, გაიგეთ რაშია საქმე და გინდათ რომ რაღაცა სხვა გარკვეული მიმართულებები და პოლიტიზირება გინდათ. სცენობა იყო ფეხბურთელებზე თქვენი ზეგავლენით, გაიგეთ და ხარ როგორ აბოლინგებდით, ხარ როგორ იმაშვებოდეთ, გაიგეთ და გინდოდათ რომ ამ ფეხბურთელებს გული აცურებოდათ, მაგრამ არ გამოგივიდათ, გესმით რაშია საქმე და ეხლა ბიძინა იმაშვის დააბრალა ბიჭო ის რომ მაგის ორგანიზებული იყო. აი რა მაგას ვინუსმეს თო რა ისი ჟურნალისტია ეს ტაბლიაშვილი თო. აპატი ამ სიტყვებზე ერთი სიმონა ვიღაცა რა ტაბლიაშვილი ის ტაბლიაშვილი რევს ბოდიალობდა იმაში ვნახე YouTube-ზე გამოვიდა ისე იყო ჩაქიმარებული ისეთ რაღაცებს ბოდიალობდა კაროჩე გავგიჟდი მეთქი ამ როგორ გამოდის ან ვინმე არა ყავს უთხრას რა შვები ბიჭო რა ეს რას ბოდიალო რაღაცებს კაროჩე იცით რა არის ახლა ნახეთ მოდი არეულობას დაუბრუნდეთ ისევე ჩვენ ბატონოს აზრდა ეს არის მართლაც რომ ვიტყვი ვერ არევენ ამ ქვეყანას სახელმწიფოს აღარ აყავთ ამე მარტო ევროკავშირში დარჩენილი რაღაცა ძალები ვერ გადაატრიალებენ საქართველოში გადაატრიალება ხა რა არის ბიჭო ხელი ეშლება ქვეყანას განვითარებაში კაცო გესმით ასია საქმე მე მოკიდონ ხელი როგორც გმიყავდათ იმას მაგათაშენებს ეხლა სწორედ მაგ მივდივარ მიიყვანონ იქა რა ეხლა როდესაც ისინი საბუთები არა აქ უშიშროებას რომ გამოაქვთ ეხლა როდესაც ისინი გაზაფხულზე იწყებენ ნუ კი არეულობას გესმით ასია საქმე და უნდათ რომ მთლიანობაში ესე იგი დაიწყო გამოიყვანონ თავისი რესურსი ეხლა ფული მიცა ევროკავშირმა თანხა მიცა ხო როგორ შემოვიდა ეს თანხა გამაგებინეთ ხო ჩერეს ბანკების ეროვნულ ბანკში ხო ეგ ნანუკა ჟორჟოლიანს ხო ხედავ ნახე ნანუკა ჟორჟოლიანი ბატონო დააღადაგეს ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი იცი ის პატიმრები რომ პატიმარი მე ჩემთვის მე ყველა პატიმარი მეწოდება გაიგე მაგრამ მე თვითონ პატიმარი ვიყავ და ვიცი რა არის პატიმრობა და ჩვენ ვიყავით ახლა ამ ნაირი პატიმრები კი არ ვიყავით ჩვენ ვიყავით დრინების ქვეშ ვიყავით 24 საათი აი ესეთი პატიმრები ვიყავით სააკაშვილის დროს ეხლა წამოწოლილი არიან ფეხი-ფეხზე გაიგე ესენი მიტინგზე რომ დაიარებოდნენ ხო ფულს ხო უხდიდნენ ამათ გაიგე იქ 2000 ლარი იყო თუ რაც იყო გაიგე მეც არაფერს არ აკეთებდნენ ისინი ხო ეხლა წავიდეთ ციხეში ჟურნალისტებმა ვთქვი მე თქვენ იჯეკით ბიჭებო ციხაში არაა პრობლემა და ის ურიცხავდა ფულს ამათ ისევ კაცო გესმით ამ პატიმრებს და თქვენ ადვოკატის ფული ანგარიშის ყველაფერი აბსოლუტურად ჯარიმები რამე სულ ყველაფერი მიდი დაანგრიეთ დააშალეთ დააწვით მოკალით გაიგე საპროცესო ჩვენგან და ეს ფონდი იყო ამისთვის გაიგე მე ხო თქვენ ნანუკა ხო აღიარა იყენებდნენ ჩემ ფონდსო მაგის იყით ისი თვითონ აკეთებდა ამას ყველა არა თვითონ აღიარა თუმცა მიყენებდნენ მე არ ვიცოდი რა არ იცოდა ეხლა ფონდის ხელმძღვანელი იყო და მისი თანხები რა მიმართულებდნენ და ეს არ იცოდა არა თვითონა თქვა ტელევიზიაში ძალიან გაგაცნობდა ყველაფერი არა როგორ არ იცოდა საიდან შეეძინა ამდენი სახლები და ესენი გამაგებია ამდენი ფეშენებული ესენი საიდან შეეძინა როგორ შეეძინა ნანუკა ჟორჟოლიანი ახლა რომელი ბიზნესმენი მე მყავდა და ის მყავდა აი ამ ფონდებით შეეძინა გესმის ზაშია საქმე და ხალხს ატყუილებდა და ემიგრანტებს იქ ატყუილებდა და ემიგრანტების ფული კიდევ ვირიცხებოდა მის ფონდში გაიგე და ის ფული მე მიდიოდა სწორედ აი ამ სიბინძურეებში ის მიშის და იმ ემიგრანტებს მინდა უთხრა მე თქვენ ემიგრანტებო რომლებიც წასული ხართ და აი წელებზე ფეხს იდგამთ და მუშაობთ იქ და ორკაპიკს შოულობთ ჯობია ეს თანხები თქვენ ოჯახებს თქვენ შვილებს მოახმარეთ გაიგე და თქვენ სამშობლებს მოახმარეთ ეს ბიჭო მიშისტის თქვენი თანხები აგერ ხომ ხედავთ რა სიბინძურეში მიდის და რა სიბინძურეს ხმარდება ანდა დაანებეთ თავის საერთოდ ნუ რიცხავთ იმ ფულებს გაიგე და ნუ ხართ ეს თქვენი გაგჭირებიათ იქ და კიდევ ახაც უბედურებას აკეთებთ ხომ კიდეთ რომ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება იყოს ხო ხონდათ რომ დაბრუნდეთ თქვენ ხო კიდეთ დაბრუნება თქვენ ოჯახებში თქვენ შვილებთან ხო კიდეთ დაბრუნება თქვენ მეუღლებთან წლებია რომ მოცილებული ხართ გაიგე ხომ კიდეთ დაბრუნება თუ შეეგუეთ უკვე ამოცილებას გაიგე თაში საქმე და უკვე აღარ კიდეთ დაბრუნება აქეთ ხო ხომ კიდეთ რომ ისოროთ ნორმალურად ადამიანურად ქართულად კაცურად აცერეთ ამ ქვეყანას განვითარება გესმით აშია საქმე რომ განვითარდება ეს ქვეყანა თქვენთან გადაგდებით და დაბრუნდებით ამ ქვეყანაში და ის ტკბილი ოჯახით გეკცემათ და ის ქართული ოჯახით გეკცემათ და ის სიყვარულით გეკცემათ და თუ ასე თქვენ არასწორი მიმართულებით რიცხეთ თქვენი თანხები რომელიც თანხებიც ხმარდება სიბინძურეს უბედურებას რევოლუციებს სისხლისღვრას ნარკოტიკებს და ამ ბავშვების ტვინის წამლას თქვენ ისე დაბედებით და ისე მან ჩარჩებით ვერც გაიგებთ ვერაფერს ამიტომ ძალიან ცუდ საქმეებში არის თქვენი ფული იცოდე მოხმარებული და გაუფრთხილდით და გააკონტროლოთ ეს ყველაფერი და დაანდებეთ აი საქმეში ჩადონ კაცო კაი რაღაცა ვინუშლის ამ ემიგრანტებს მაგრამ
აი მიგრის მე იცი რა მგონია ეს ყველა იმიგრანტი კი არ არის ახლა არა ყველა არ არის ყველა არ არის ჩადო ეს იცი რომელი იმიგრანტებია აი მიშა როზე აფანატებდნენ და იქ რო ხდებოდნენ და ისო ჩადიოდა და აი მიშა და ის ბიძამისი ხომ არა ბიჭო ხო უნდა წავი აღარაა მიშა მოგდა მიშა უკვე მიაკვდა მაგა ძაღლები კისერში მოგდა აღარ არის ის უკვე всё დამთავრდა გამარგინალდა ხო სულელია გიჟია ხო უყურებთ კაცო რა ისა რა დღეში არის გაიგე ზეთუნახავი ვარო რა ვარო ზეთუნახავი რა თქვა იმიტომ ის არ მინახია დედას ბულკი დედა ასე იძახს სულ გაიგე ვერ გავიგე ეს მიშა კიდე რა გაგიხსნათ გადაათრიეთ იმ დანისციხეზე ეგ და მოაცილეთ აქედან კაცო რა თქინდათ ვივამეთში ვეღარ ჩავსულა რა კომპიუტერი უდგას ისა აქ კონი აქვს სავს ელექტროსიგარეტს ეწევა წამოწოლია ორ ოთახში შვილებს აკეთებს ქალები მიდიან ვერ გავიგე ეს ის არის შენ ამდენი ფული აქვს ნაშოვნი გაერთობა მოწევს კონიაკსაც დალებს და ელექტროსიგარეტსაც მოწევს და ქალებსაც დაიბარებს იქ აბა რა ფული ჯოჯოხე წანატებს რა არის ვერ გავიგე და სახელმწიფო უხდეს კუნალო ყოველ ჭხილებიდან ბოლომდე სულ გასინჯეს შენ რა ესეთი პირობები ქონდოდა ციხე გამოსას დააპირებდი იქიდან რას გამოვიდოდი თუ ელექტროსიგარეტს მოწევდი პრობლემა არ მექნებოდა ვიცი რომ ოჯახი კარგად ყავდა ფული დატოვებული ქონდა ოჯახში მილიარდები რაც ამაება დატოვეს მილიარდები ქვეყნის ფული მოპარული მოპარა სად არის ჩამოართვან იმ დედამის ისენი რომ გააკეთა რა ეს მლარეშო შეისყიდა ესე კაპიკებს რო შეისყიდა ისიც იმისიაო ზემოთ რო არის სვაიცუბანში შენობა რო არის ხიც რო გადახვალ აეროპორტზე რო მიდიხარ ხო არა კაც სვაიცუბანში რო ადიხარ მარჯვენა მხარეს სემინარია რო იყო ხო ისიც მაგის დედის არის ყველაფერი ნაყიდია კაც ამას უყურე აბა საიდან მილიონერი საიდან გახდა რიგითი ისა რა ქვია პროფესორი მილიონერეთი მითხარი ვერ გავიგეთ მაო აიყვენ პროფესორები მაგრამ ადმინ მიცა პროფესორება ერთი მაგას ერთი მითხარი და რა შეაიღო პროფესორობა კომუნისტებს უფრო დიდი ფული ჰქონდათ პროფესორებზე და იმაზე პედაგოგებზე დანიშნული და ისინი არ გახტარა მილიონერები და ეს უცებ გახდა იმხელა გპ-ის შენობა წაიღო ეგად კაპიკებში და სხვა შენობები აქვს კიდე წაღებული ეხლა ბალასტი შეუტანეს იქ რო აგებდნენ იმას ხო ბალასტი ჭირდებოდა იმის ფული არ მისცა 2000 ლარი კაც აი მაგისმა სასტავმა რა აიღებ და დაიჭერდნენ ამ კაც ეგრევე რა ხმარა მოიღო ბიჭო დაიჭერდნენ 2000 დაუდებდა 20000 ხო ისად ის კაცი ტიროდა ასე ყაჩაღობდნენ ისინი როგორც სახელმწიფოსთან ასევე ინდივიდუალურ ადამიანებთან გაიგე და ამით იშოვეს ყაჩაღობით არ ააშენეს ის გეტო ხო კი რომ მივდივართ იქით ოკამისკენ და იმისკენ რომ მივდივარ ის გეტოები ყაჩაღებით არ ააშენეს არ გადაუხადეს თან წაართვეს ზოგი დაიჭირეს ისა დანისციხე ხო ვინც ააშენეს დაიჭირა მე მიშა ხო თურქი რა ფული არ მისცა რა ფული არ მისცა და მოთხოვა ამ ფული დაიჭირა შენ თავის აშენებულ ციხეში ხო შეაგდებდა რა მიშასთვის რა იყო ხა ვინ მოკითხავდა ერთ თურქს ახლა 80 მილიონი თურქეთში ახლა თუ 100 მილიონი თურქეთში ერთი თურქი დაიჭირა დაუდებდე რა საბუთს რომ ასეთი ესე იგი მეგობრებო ნახეთ ჩვენ რამდენამეებს ტყუილი არ დაგაბრალე ეს ტყუილი არ დამაბრალე აბა რა კაცო რამდენამეებს საუბრობთ მეგობრებო და რამდენამეებს ვიხსენებთ ახლა მე და ბეტონიზასა და რამდენის ახლა კიდევ გვაქვს სასაუბრო ხო და ახლა კიდევ ამათი მას უნდა უყუროთ ტაშფანდურს ახლა რუსთაველიზე კიდევ გაზა არაფერი სახელმწიფო უნდა მიიღოს ამიდი გამოვიდა უნდა მიიღოს ძალიან დიდი ზომები ამიდი გამოვიდა ახლა წამოწვევიან ახლა იმ ჭადრების ძირში წამოწვევიან ბუჩქებში მიშამ კი ასწავლა ბუჩქაობა მაგათ გაიგე და გავლილი აქვს ეს ბუჩქაობა და გაიზარდნენ ახლა ისინი მაშინდელი ბავშვები რომელსაც მიშა მოხდა აბატონო ბუჩქები აგერო გაზილებიან მე ისინი ამათ ასწავლიან ბუჩქებს მე ისინი ბუჩქები გვინდა მიშას ბუჩქის ბავშვები და ახლა ეს კიდე მიშას ბუჩქის ბავშვები უკვე გაზილები არიან და ახლა ეს მიშას გაზილი ბუჩქის ბავშვები ამ პატარა ბავშვებს ასწავლიან კიდე და იქნებიან ამ რუსთაველზე წამოპლაკული და ვეღარ გამივლია ამ რუსთაველზე კაცო ფეხით ვეღარ გამივლია რუსთაველზე ხავს ვეღარ გაუვლია რუსთაველზე გადაადგება 5 ადამიანი და გადაკეტავენ გზას და დროშის დამკავებელი აღარ აყავთ ხელში დროშის დამკავებელი ბატონო ეს ერთი რამე უნდა ვთქვა ეხლა რა ხო დავიღალეთ ამისგან მაგრამ სახელმწიფომაც უკვე იცის რა ყველასზე აქვს უკეთელი ინფორმაცია თან დოკუმენტარულად ეკნება უშუალოდ და შინაგან საქმეთა რა თქმა უნდა აბა მუშაობს სპეცსამსახურებში ამათ უნდა მოკიდონ ხელი ვინ საიდან ფინანსდება ეს ფული საიდან მოდის ვისაც შემოაქვს ისიც იციან და ყველაფერი იციან და სად ნაწილდება და ვის მიაქვს და როგორ მიაქვს რა ეს საქართველოს პატარა ქვეყანა აქ არაფერი არ იმალება ბატონო ტრისთან რა აქ სასწრაფოდ მისაღებია ზომები რომ ქვეყანამ დაისვენოს და გაიწმინდოს ქვეყანა ნაგავი უნდა გავიდეს ქვეყნიდან ნაგავს საყრელზე ერთხელ და სამუდამოდ რა ამდენი წელიწადია უყურებდით
ჯერ შევარნაძეს და იმის იმებს, მე იმისენი გადაბაგდნენ, აგერ მიშასთან გადმოგბაგდნენ, ახლა ივანიშვილთან გადმოგბაგდნენ, კიდე ივანიშვილთან ჩანენ ზოგიერთები სულ აღარ ჩანან, ჩრდილში დადგენ. იმიტომ მილიონები იშოვეს და ახლა იშოვეს ყველამ და ხო ვიცით როგორ იშოვეს ეს მილიონები. ყველა ვინც გამდიდა მეტი წილი პარლამენტარი თუ სახელმწიფო მოხელე, ყველა მიშოვა სახელმწიფოს ხარჯზე ეს ფული. მიშას დროს. უგულაო 50 მილიონი შეჭამა ბიჭო და ერთი ძამლი წელიწად ციხეში. რა ის და არაფერი არის. ძამდა რა. მომეცით მე 50 მილიონი წავალეთ 5 წელიწად წავალ დავიწყე. 50 მილიონი მომეცით. პრაქტიკა გამაროვდია მიშა ვიცი და ახლა მithumetes ახლა ახლანდელი ციხე ხო ციხე არ არის წამოწეკი და ტელევიზორი გაქვს და საჭმელი გაქვს ყველაფერი აქვს ამ ციხეებში. მაშინ სად იყო ერთი რადიო ქონდა იმასაც გვითიშავდი. არა რასაც რადიოს ვერ თავდით კაცო. მე მითიშავი მე ისე ჩავართვევინე ბიზნეს ერთი მიტინგი იყო და გამოგვითიშეს. და ერთი ის ყავდა ბიჭი და მე ვიციო იმის ჩართო და აუძე და მე ვთქარი მე დავიბრალი თუ გაიგეს ხმა მეთქი რა და ჩაწეული ქონდა დაბარზე ქონდა და ისინი ხო გეპარებოდნენ და გისმენდა ყური უნდა მოედოთ რაღაცა და რა ხმაურია რაღაც შეხედეს რადიოა ხმა ისმის რადიოს. ვინ გააკეთა მე გავაკეთე ვის უსმენ ბიზნეს უსმენ. რა გადაგივლიდე? აუ რა გადამიარეს კი არა. ჯერ მაგინეს შენ და ბიზნესო აქ შენ დედას გიტირებ და ბიზნეს იქო. მე რომ მივყევი ამას რომ მეთქი ბიზნეს იქ მიშა სიკუტირებს მეთქი დედა აქ თქვენი დედაც მეთქი და მაშინ გადამიარეს თუ გადამიარეს 22 დღე მომყოფეს ჩვენ დრო ბატონოსაზა ეწურება ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს ჩვენ ძალიან ბევრი სათქმელი გვაქვს საზოგადოების წინაშე თქვენ წინაშე და ჩვენ ყველაფერს ვამბობთ იმისათვის რომ თქვენ იცოდეთ საქმის ყურში იყო რა ხდებოდა იმ ბინძური გათახსირებული არამზადა სააკაშვილის რეჟიმის დროს და ეხლა კიდევ ჩვენ ხელისუფლებას რომ აკეთებს ამ კეთილ კარგ საქმეებს ყოველთვის მივესალმებით და ყოველთვის ხარს დაუჭერთ და კაი საქმეების კეთებაში ყოველთვის გვერდში დაუდგებით და რაღაცას ვერ გააკეთებენ გავაკრიტიკებთ კი არ გავლანცავთ გავაკრიტიკებთ და ასეთი პრინციპით ასეთი საშუალებებით ჩვენ ყოველთვის პოლიტიკური კულტურა ხო უნდა ჩამოყალიბდეს ერთხელ და სამუდამოდ მოვიტანთ თქვენამდე ნებისმიერ იმ საშუალებებს რაც საუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის თქვენთვის მადლობთ რომ გიყურებთ კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე